ესე ჩვენი მოგებულიო მივახტან კომახიძის ბოლო ნამუშევრის პრემიერა და ხმაურიანი გამოხმაურება 48 წუთიანი ფილმის მოსამზადებლად ავტორი სამაჩაბლოსში იმყოფებოდა. ფილმის ჟურნალისტის ტექსტის გარეშე მხოლოდ ინტერვიუებით, მობილური ტელეფონით გადაღებული კადრებითა და ფოტოებით არის შექმნილი. რატომ უწოდებს საზოგადოების ერთი ნაწილი ფილმს ხელისუფლებაზე გაბრაზებული ადამიანის ნამუშევარს და როგორ აფასებენ მას პროფესიონალები? ნანუკა იორდანიშვილი დეტალებით. ესაც ჩვენი მოგებული ომი. ვახტან კომახიძის ფილმი სულ რამდენიმე დღეა, რაც ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა და უკვე დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. მისი პრემიერა რამდენიმე დღის წინ ბათუმის პრესკაფეში შედგა. ფილმის შესახებ დისკუსიამ ხმაურით ჩაიარა. მოსაზრებები ორად გაიყო. ობიექტური სინამდვილის ასახვა თუ ცალმხრივი, ხელისუფლებაზე გაბრაზებული ადამიანის ნამუშევარი. ფილმის შესახებ დისკუსია სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ მედიაში უფრო აქტიურად გაგრძელდა. ფილმის ავტორს ზოგი რუსეთის აგენტად, ზოგიც კი გმირად მიიჩნევს, რომელმაც მწარე სინამდვილის შესახებ საუბარი გაბედა. ესაა გაბრაზებული ადამიანის გაკეთებული არაობიექტური ცალმხრივი ღვიძლიანი ნამუშევარი. გულზე მოკვდა ის, რომ ეს ფილმი ქართველმა გააკეთა. არა და კარგია, რომ ქართველმა გააკეთა. ვიღაცამ ხომ უნდა გითხრას, რომ მართლაც რა ბრიყვები ვართ. წაგებულ ომს რომ გამარჯვებულად ასაღებს სიბრიყვია, აბა რა. პუტინისაგან აღებული 30 ვერცხლი რას არ გააკეთებინებს ადამიანს? მე ამ ფილმში ფაქტები ვერ ვნახე და ვერც მოვისმინე. ემოციები, აი რაზეა აგებული ეს ფილმი, თან მხოლოდ ერთი მხარის ემოციებზე. სახელმწიფოებრივი ფილმები არ დაგეკარგოთ არსად. ქართველი ჯარისკაცების შეურაცხყოფა არა კვახი. ეგ მთავარსარდლობას მოგითხეთ. ფილმის ავტორმა ვერ დამაჯერა, რომ ცხინვალის მოსახლეობა ქართულმა ჯარმა დაბომბა. არ იყო ამისთვის სარწმუნო არც ერთი კადრი. მიშას გამოსვლას რომ ვუყურე, დავწმუნდი, რომ ეს მისი გამამხნევებელი სიტყვაა ომის დროს დათრგუნული და შეშინებული ხალხისთვის. ფილმი 48 წუთიანია. ვახტან კომახიძე მასალებისთვის სამაჩაბლოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ფილმი ჟურნალისტის ტექსტის გარეშე, ფოტოებზე, კადრებსა და 5 ინტერვიუზეა აგებული. ბორის ჩოჩიევი, ედუარდ შევარდნაძე, ქართველი და 20 ადამიანის უფლებადამცველები. ყოველი მათგანი ქართველი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე საუბრობს. ქართველებსა და ოსებს შორის არსებულ კონფლიქტში კი ქართულ მხარეს ადანაშაულებს. ფილმის ბოლოს არის რამდენიმე ფრაგმენტი, თუ როგორ არაადამიანურად ექცევიან ქართველ ტყვეებს. ფილმის სწორედ ამ ნაწილს აკრიტიკებს ჟურნალისტი ია ანთაძე. მისთვის ფილმის კონცეფცია, ანუ რუსულ-ქართული კონფლიქტის დროს ოსი ხალხის ტრაგედიის ჩვენება მისაღებია. თუმცა ამბობს, რომ მისმა ავტორმა ეთიკური თვალსაზრისით შეცდომები დაუშვა. აქამდე ჩვენ ომის შესახებ საუბრობდით მხოლოდ იმ ათulis წერტილიდან, რასაც ვხედავდით თქვენ თქვათ გორიდან, თბილისიდან და ასე შემდეგ. ახლა ეს ომი არის დანახული იმ ათulis წერტილიდან, რომელიც ჰქონდათ ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ გვინდა ოსებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრება და მე პირადად მინდა ნამდვილად ასეთი ფილმი ჩემთვის კონცეპტუალურ დონეზე ძალიან მისაღებია და აუცილებელიც იყო მისი გადაღება. რაც შეეხება იმას, თუ ფილმი როგორ არის შესრულებული, ბალანსი როგორ არის დაცული და ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით ნამდვილად მართებული არის შენიშვნები. ვახტან კომახიძე ფილმის უარყოფით გამოხმაურებას ხელისუფლების პროპაგანდის შედეგს უწოდებს. ამბობს, რომ ფილმით რუსულ და ქართულ პროპაგანდისტულ მანქანას დაუპირისპირდა. დამნაშავე ხელისუფლების და დაბნეულობის გამოძახილი ერთი მხრივ და საზოგადოების რეაქცია, რომელიც აყოლილია პროპაგანდას. ამ ფილმში არის იმაზე ლაპარაკი, რაზეც ქართული საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება ლაპარაკობს და ძალიან უხმაუროდ ჩადის ეს საუბრად. ძალიან ბევრი თემაა, რომელიც გადაღებულია და ყველაფერია ნათქვამი სხვა თემებზე. აქ არის ის თემები, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ. აქ არის ის ნაწილი
რომლის დაფარვასაც ცდილობდა არა მარტო ხელისუფლება, საზოგადოების ბაკული ნაწილი. ფილმის სათაურით ესაც ჩვენი მოგებული ომი ჯერჯერობით არც ერთი ტელევიზიის ეთერში არ გასულა. ვახტანგ კომახიძე სტუდია რეპორტიორს ხელმძღვანელობდა. მან საქართველოს ხელისუფლება ბოლო ფილმზე მუშაობის დროს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლაში, მასა და მის ოჯახის წევრებზე მუქარაში დაადანაშაულა და საქართველო დატოვა. ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და საკუთარი ფილმის დასრულებაც სწორედ იქ მოახერხა.